უკრაინის უპილოტო არსენალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. ჩვენ ვიხილეთ კიევის თავდაცვის სექტორის მიერ შემერშექმნილი ინოვაციების თვალისმომჭრელი სპექტრი, რეაქტიული ბომბდამშენი დრონებიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამიკაძე მკვლელი რობოტებით დამთავრებული. მაგრამ ბოლო დამატება შეიძლება ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი იყოს. გაცნობებთ ზღვის სამკაფს. 10 ტონიან ზღვის ურჩხულს, რომელსაც იმდენი საბრძოლო ძალა აქვს, რომ კრემლის შავი ზღვის ფლოტის არსებობასაც კი ემუქრება. არ არის გადაჭარბებული იმის თქვა, რომ ეს ახალი დრონი შეიძლება გარდამტეხ ფაქტორად იქცეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმისა და თავდაცვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნას და რუსეთს მართლაც უზარმაზარი ახალი საფრთხე შეუქმნას. ზღვის სამკაპი პირველად წარადგინეს პარიზში, ევროსათორი 2026-ის ღონისძიებაზე. ევროსათორი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და წარმოადგენს ხმელეთისა და საჰაერო ხმელეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას. ის ათასობით გამოფენელსა და 10,000-ობით სტუმარს იზიდავს ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთ უახლეს სამხედრო ინოვაციებს წარმოაჩენენ. ტანკებისა და სატვირთო მანქანების მსგავს ტექნიკას, ცეცხლსასროლი არარებს, საკომუნიკაციო სისტემებს და სხვა. ბოლო წლებში ამ ღონისძიებაზე უკრაინის თავდაცვის სექტორის მზარდი მონაწილეობა შეინიშნება, რომელიც სწრაფად იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და საუკეთესოდ. და 2026 წლის გამოფენაზე კიევში დაფუძნებული თავდაცვის კომპანია Global Mark ესწრებოდა, რათა თავისი უზარმაზარი წყალქვეშა უპილოტო აპარატით მსოფლიო გაეოცებინა. სიმზეში 10 მეტრი, 32.8 მეათედი ფუტი, სიგანეში 2 მეტრი, 6.5 მეათედი ფუტი და სიმაღლეში 1.5 მეათედი მეტრი, 4.9 მეათედი ფუტი. ეს ჩვეულებრივი დრონი ნამდვილად არ არის. ეს უფრო სუპერგაბარიტული ტორპედოს ყავს, სულ მცირე ვიზუალური თვალსაზრისით. მისი წონა უზარმაზარი 10,000 კილოგრამია, რაც მას უკრაინის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დრონად აქცევს და შეუძლია ასევე უზარმაზარი ტვირთის 1000 კილოგრამამდე გადატანა. Global Mark-ის წარმომადგენლებმა ასევე გაამხილეს, რომ ამ დროს მოქმედების რადიუსი აქვს 2000 საზღვაო მილის ფარგლებში და მაქსიმალური სამუშაო სიღრმე 60 მეტრს. და ახლო შეადგენს. მას შეუძლია იმოდრაოს მაქსიმალური სიჩქარით 10 კვანძი, ანუ 18.5 კმ/სთ-ში, ან 11.5 მილი/სთ-ში, ხოლო საკრუიზო სიჩქარე უფრო ახლოსაა 6 კვანძთან, ანუ დაახლოებით 11 კმ/სთ-ში, ან 7 მილი/სთ-ში. დეველოპერმა ასევე გაამხილა, რომ Sea Trident შექმნილია სხვადასხვა ტიპის მისიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება მხოლოდ თავდასხმითი დანიშნულების იყოს, Global Mark ამტკიცებს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ლოგისტიკური და სატრანსპორტო ამოცანებისთვის, მაგალითად თვირთის მიწოდებისთვის, ასევე დარტყმითი მისიებისა და თავდაცვითი ოპერაციებისთვის, როგორიცაა მოწინააღმდეგის წყალქვეშა უპილოტო აპარატების შეჩერება და განეიტრალება. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჯერ არ გაუმჟღავნებია რა ეტაპზეა პლატფორმის განვითარება, ან როდის შეიძლება დაიწყოს მისი გამოყენება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ Global Mark-მა ეს დრონი Eurosatoris ღონისძიებაზე წარადგინა, მიუთითებს იმაზე, რომ მისი განვითარების პროცესი საკმაოდ შორს არის წასული. და Sea Trident-მა უკვე შეაშინა რუსეთი. ქვეყნის ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმირ ერანოსიანმა, რომელიც მოსკოვში რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, თავისი აზრი გამოთქვა Sea Trident-ზე. Trident-ზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყოველკვირეულ გაზეთთან, AIP-თან ინტერვიუში. თავდაპირველად ერანოსიანმა სცადა შეემცირებინა ინოვაციის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ Sea Trident სინამდვილეში არ იყო ნამდვილი უკრაინული ინოვაცია, არამედ სავარაუდოდ შედგებოდა სხვადასხვა ნაწილებისგან, რომლებიც წარმოებული იყო დასავლეთის ქვეყნებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, გერმანია და შეერთებული შტატები. მან ასევე მიანიშნა, რომ Global Mark-ს შესაძლოა მოეთხოვებინა ან გადაემეტებინა დრონის ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობებისთვის, სანამ არ აღიარა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია პორტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მრავალ ობიექტზე დასარტყმელად, მაგალითად საზღვაო ტერმინალებზე, ან ნავთობისა და გაზის პროდუქტების ჩასატვირთ სადგურებზე, ხიდებზე, კაშხალებზე და შესაძლოა ჰიდროელექტროსადგურებზეც. ექსპერტმა შემდეგ დაამატა, რომ მტერი აუცილებლად შეეცდება Sea Trident-ის დახმარებით ჩაძიროს რუსეთის ფლოტის დიდი სამხედრო გემები ან წყალქვეშა ნავები. მან გააგრძელა კრემლის სტილის ჩვეულებრივი პროპაგანდის გავრცელება და განაცხადა, რომ რეალურად არ არსებობს შეშფოთების საფუძველი, რადგან რუსეთს წარსულში არაერთი უკრაინული და დასავლური დრონი დაუპირისპირა და მათთან ადაპტაცია მოახდინა. მან ჩამოაყალიბა პოტენციური თავდაცვის საშუალებების სია, რომლებსაც კრემლი ამ საფრთხის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს. მაგალითად, პორტის შესასვლელთან ბარიერები, სპეციალური მოსასმენი პოსტები, რომლებიც წყალქვეშა საფრთხეების ხმებს დააფიქსირებენ, და სამხედრო მყინთავები, რომლებიც სანაპიროს მნიშვნელოვან ადგილებში პატრულირებენ. თუმცა რეალურად არც ერთი ეს ზომა საკმარისი არ იქნება იმ მასიური საფრთხის წინააღმდეგ, რომელსაც Sea Trident-ი წარმოადგენს. მისი თანამედროვე ნავიგაციის სისტემები საშუალებას მისცემს მას მარტივად აიცილოს ან გადალახოს რუსული ბარიერები, შეცვალოს სიღრმე და ტრაექტორია, რათა დაუშჩილად დაარტყას მიზნებს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ იერან ოსიანი ამტკიცებს, თითქოს კრემლის ძალებმა წარმატებით გაუმკლავდნენ უკრაინის დრონებს წარსულში, არსებობს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულება, რომელიც ამას უარყოფს.
მართლა, ომი ახლა იმ ეტაპზეა მისული, რომ თითქმის არც ერთი დღე არ გადის ახალი ცნობების გარეშე, სადაც საუბარია კიდევ ერთ უკრაინულ დრონულ იერიშზე, რუსულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. კიევის ძალები სისტემატურად ანადგურებენ რუსულ სამიზნეებს ერთის შემდეგ ერთს, აზიანებენ და ანადგურებენ ყველაფერს. დაწყებული საზღვაო ხომალდებიდან დამთავრებული ნავთობის ტერმინალებითა და საბრძოლო მასალის საწყობებით და კრემლის არმია არაერთხელ ვერ შეძლო მათი შეჩერება. მისი რადარები ძალიან ნელა რეაგირებენ. საჰაერო თავდაცვა არასაკმარისია, ხოლო მისი ძალები კვლავ და კვლავ მოულოდნელად ხვდებიან თავდასხმას. ეს იგივე სიმართლეა როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, რადგან ხედავთ, რომ უკრაინის ძალები ეფექტურად იყენებენ როგორც საჰაერო, ასევე წყალზე დაფუძნებულ დრონებსა და რაკეტებს, რათა განახორციელონ მრავალი წარმატებული დარტყმა რუსულ გემებზე შავ ზღვასა და მის ფარგლებს გარეთ. სინამდვილეში ეს თავდასხმები ჯერ კიდევ 2022 წელს ომის დასაწყისში დაიწყო. კონფლიქტის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, მაგალითად 2022 წლის მარტში, უკრაინამ გამოიყენა თოჩკაუ ბალისტიკური რაკეტა, რათა ჩაეძირა დიდი რუსული სადესანტო გემი ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უკრაინის ძალებმა აღნიშნეს ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური გამარჯვება, როდესაც მათ საკუთარი ნეპტუნის ანტისაზღვაო რაკეტებით გაანადგურეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი, სარაკეტო კრეისერი მოსკვა. შემდეგ დღეებში ვიხილეთ სადესანტო ნავები, შეტევითი კატერები და დამხმარე ხომალდები, ან დაზიანებული, ან სრულად განადგურებული. და როცა უკრაინის ძალები წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდნენ, მტრის კიდევ უფრო მეტი ხომალდი განადგურდა. ამ დათქმებისგან ვერც რუსეთის წყალქვეშა ნავები გადაურჩნენ. მაგალითად, 2023 წლის სექტემბერში უკრაინულმა რაკეტებმა გაარღვიეს როსტოვ-ნა-დონუს კორპუსი, ხოლო 2025 წლის დეკემბერში უკრაინამ როგორც საჰაერო, ასევე ზედაპირული დრონები გამოიყენა რუსეთის პროექტი 626-ის წყალქვეშა ნავის დასართმელად. კიევის ძალებმა ასევე გაანადგურეს სარკინიგზო ბორანები, რომლებიც რუსეთს კრიმში მარაგების მიწოდებაში ეხმარებოდა, რითაც ნელ-ნელა აცლიდნენ ოკუპირებულ ნახევარკუნძულს, საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას. და კონფლიქტის თითოეულ წელს სხვადასხვა ზომისა და კლასის არაერთი გემი ჩაძირულა, მარილიან სიღრმეებში, ან გადაყვანილა ძვირადღირებული შეკეთებისთვის. ეს თავდასხმები იმდენად ეფექტური და ზემოქმედებითი აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფლოტი თითქმის სრულად განეიტრალდა. როდესაც კრემლის მეთაურებმა დაინახეს, რომ მათი გემები სულ უფრო მეტად ზიანდებოდა და არ ჰქონდათ საჭირო თავდაცვა უკრაინის უპილოტო აპარატებისა და რაკეტების წინააღმდეგ, დაიწყეს მათი კონფლიქტის ზონიდან სულ უფრო შორს გადაყვანა. დროის გასვლასთან ერთად შავი ზღვის აკვატორიაში სულ უფრო ნაკლები რუსული გემი მოძრაობდა. მათი უმეტესობა უბრალოდ პორტებში ან გემსარემონტო ქარხნებში იდგა, იმალებოდა და იმედოვნებდა, რომ უკრაინა მათ თავს დაანებებდა. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ სულ უფრო ნაკლები ხომალდი უშვებდა კალიბრის კლასის რაკეტებს უკრაინული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლით უკრაინამ შეძლო რუსეთის დაბომბების ძალის შემცირება და ამ პროცესში უამრავი სიცოცხლის გადარჩენა. მოკლედ რომ ვთქვათ, შავი ზღვის ფლოტი აქტიური და ძლიერი საფრთხიდან რუსეთისთვის ნამდვილ ტვირთად გადაიქცა. იმის ნაცვლად, რომ თავისი საზღვაო ხომალდები მოწინააღმდეგის დასათქმელად და სახმელეთო უპირატესობის გასაზრდელად გამოეყენებინა, კრემლი ახლა თითქმის ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს ამ რესურსებისგან და უმეტეს დროს ფულსა და რესურსებს მათ დაცვასა და შეკეთებაში ხარჯავს. და ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ უკრაინამ ეს ყველაფერი ტრადიციული საზღვაო ფლოტის გარეშე შეძლო. ის ძირითადად დრონებსა და რაკეტებს ეყრდნობოდა, რათა დაემარცხებინა ის, რაც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საზღვაო ძალად ითვლებოდა. და ზღვის სამკბილა უკრაინის საზღვაო ოპერაციებს ახალ საინტერესო დონეზე აყვანის პოტენციალს აძლევს. ეხლა სანამ განვიხილავთ, როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას ეს ახალი წყალქვეშა დრონი და რა უნიკალურ უპირატესობებს მოაქვს, უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიახლეები კიდევ იქნება. ასე რომ თუ მილიტარი შოუდან სარგებელს ირებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. უკრაინას ადრე უკვე გამოუყენებია წყალზე მოქმედი დრონები. მაგალითად არსებობს საზღვაო ავტონომიური სადარაჯო უპილოტო რობოტული აპარატი, ანუ მაგურა V5. ის შექმნილია უკრაინის მთავარი სადაზვეროს დრო სამმართველოსთვის, GUR-ისთვის. და შეუძლია სხვადასხვა ამოცანის შესრულება, მათ შორის მეთვალყურეობა, დაზვერვა, საზღვაო პატრულირება, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლა, საძიებო სამაშველო და საბრძოლო მისიები. ეს დრონები ექსპლუატაციაში შევიდნენ 2023 წელს, ხოლო შემდეგ წლებში გამოჩნდა V6 და V7 მოდელები. დაახლოებით $273,000 ღირს თითოეული ერთეული. მაგურა V5 საოცრად ეფექტური აღმოჩნდა ბრძოლის ველზე და პირდაპირ შეუწყო ხელი მრავალი რუსული ხომალდის განადგურებას, მათ შორის კულაგის კლასის სადესანტო ხომალდის, ტარანტულის კლასის სარაკეტო კორვეტებისა და საპატრულო გემების. მაგურას თავისი შეზღუდვები აქვს. მაგალითად V5-ს მაქსიმალური თვითამწეობა დაახლოებით 300 კილოგრამი. ანუ 660 ფუნტია, ხოლო მოქმედების რადიუსი დაახლოებით 800 კილომეტრი, ანუ 500 მილი. მაშინაც კი როცა უფრო განვითარებული V7 ვერსია, მას შეუძლია მხოლოდ 650 კილოგრამიანი, ანუ 1423 ფუნტის საბრძოლო ქობინი გადაიტანოს, მაქსიმუმ 1000 კილომეტრზე, ანუ 620 მილზე. Sea-Trident-ი თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია. ის უფრო დიდია, მასიური და შეუძლია მნიშვნელოვნად მეტი საბრძოლო ძალის გადატანა ბევრად უფრო დიდ მანძილზე.
ის ფაქტი, რომ მას შეუძლია 1000 კილოგრამამდე, ანუ 2200 ფუნტამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა, მას სრულიად სხვა კლასში აყენებს უკრაინის მიერ ამჟამად გამოყენებულ სხვა დრონებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა დრონებს მხოლოდ ზედაპირული ზიანის მიყენება შეუძლიათ რუსულ ხომალდებზე, Sea Trident-ი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ყველაზე დიდი სამიზნეც კი გაანადგუროს. გარდა ამისა, რადგან ეს მძიმე დრონი წყლის ზედაპირის ქვეშ მუშაობს, მას უნდა შეეძლოს წყალქვეშა ნავებისა და კრეისერების ყველაზე სუსტ ადგილებში დარტყმა, მათი კორპუსებში ხვრელების გაჩენა, რაც სწრაფად გამოიწვევს წყლით ავსებას და ჩაძირვას, მანამდე სანამ ეკიპაჟი საგანგებო შეკეთებას შეძლებს. Sea Trident-ის დიდი მოქმედების არე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც ამ რესურსს უმეტეს სხვა დრონებზე მაღლა აყენებს, რაც უკრაინამ აქამდე გამოიყენა. რადგან მას შეუძლია 2000 საზღვაო მილის გავლა, რაც იგივეა როგორც ოდესადან უკრაინის სამხრეთ სანაპიროდან ესპანეთის ან ალჟირის სანაპიროებამდე მგზავრობა, Sea Trident-ი უპრობლემოდ გადაკვეთს მთელ შავ ზღვას. სინამდვილეში მას საკმარისი მოქმედების არე აქვს, რომ უკრაინიდან რუსულ პორტქალაქებამდე, მაგალითად ნოვოროსიისკამდე, ან თუნდაც ოკუპირებულ ყირიმის პორტ სევასტოპოლამდე მიაღწიოს და შემდეგ უკან უკრაინაში დაბრუნდეს სათვავის ამოწურვის რისკის გარეშე. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უამრავ შესაძლებლობას უხსნის, რომ დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი ოპერაციები ახლო მომავალში. თუ ასეთი იარაღი არსენალში ეკნებათ, მათთვის უფრო ადვილი იქნება რუსეთის საზღვაო ძალებზე დამანგრეველი დარტყმების ორგანიზება, ხოლო კრემლს ფაქტობრივად არ ექნება საშუალება, რომ თავისი გემები დაიცვას. თუნდაც კრემლმა მათი ნაწილი კერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში სხვა პორტქალაქებისკენ გადაიყვანოს, Sea Trident-ი მაინც შეძლებს მათი პოვნასა და განადგურებას. ის ფაქტი, რომ Sea Trident-ი წყლის ზედაპირის ქვემოთ გადაადგილდება, რუსეთისთვის სრულიად განსხვავებულ გამოწვევად აქცევს მას, ვიდრე ზედაპირული დრონი, როგორიცაა Magura V5. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირული დრონები ისეა დაპროექტებული, რომ მათი აღმოჩენა რთული იყოს, ისინი მაინც შეიძლება შენიშნონ თვითფრინავებმა ან ზემოდან ფრინავმა დრონებმა. თუმცა, რადგან Sea Trident-ი წყალქვეშ 60 მეტრამდე სიღრმეზე გადაადგილდება, მისი ზემოდან შემჩნევა შეუძლებელი იქნება. რუსეთს მოუწევს წყალქვეშა მკვინთავთა ჯგუფებსა და თანამედროვე რადარის ან სონარის სისტემებზე დაყრდნობა, რომ ამ დრონების აღმოჩენის შანსი ჰქონდეს. ესეც უნდა დაეხმაროს უკრაინას, როდესაც საქმე მტრის გემებზე მოულოდნელი დარტყმების განხორციელებას შეეხება ქვემოდან. და თავად ის ფაქტი, რომ ასეთი დრონი არსებობს, შიშს ჩაუნერგავს რუს მეზღვაურებსა და საზღვაო ძალების პერსონალს. რადგან მაშინაც კი თუ წყალი სუფთა ჩანს, ეცოდინებათ, რომ 2200 ფუნტიანი საბრძოლო თავი შეიძლება მაინც მათკენ მოდიოდეს, ტალღების ქვეშ დამალული. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკვე რამდენიმე წელია შიშით მოქმედებს, ხოლო Sea Trident-ი მას სრულიად ახალ კოშმარს უმატებს. ეს შეიძლება კრემლის საზღვაო სარდლებს კიდევ უფრო დააფრთხობს და აიძულებს, რომ გემები სანაპიროსთან ახლოს ან პორტში დატოვონ, ვიდრე ზღვაში გაუშვან უკრაინულ სამიზნეებზე რაკეტებისა და დრონების გასაშვებად. და სარგებელი ამით არ სრულდება. ევროსატორის გამოფენის დროს Global Mark-მა ასევე განაცხადა, რომ Sea Trident-ი აღჭურვილია ავტონომიური მართვის სისტემებითა და ადაპტური ნავიგაციით. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია შორმანძილზე მისიების შესრულება ოპერატორის მინიმალური ჩარევით. სხვა სიტყვებით, ამ ურჩხულს პილოტიც კი არ სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში მას შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ ჩაშენებულ ხელოვნურ ინტელექტის სისტემებს, რათა მიაღწიოს საჭირო ადგილს. გზაში კი კურსი შეასწოროს, რაც მაქსიმალურ შანსს აძლევს, რომ შეასრულოს ნებისმიერი მისთვის დასმული ამოცანა. და როგორც თავად შემქმნელმა აღნიშნა, ამ დრონს შეიძლება დაევალოს საოცრად ფართო სპექტრის ამოცანები. მისი ყველაზე აშკარა გამოყენება იქნებოდა საბრძოლო ტვირთის მიტანა მტრის ხომალდთან და ქვემოდან შეჯახება, რაც გამოიწვევს დამანგრეველ აფეთქებას, რომელიც სწრაფად ჩაძირავს უმეტეს ხომალდებს. თუმცა მას საერთოდაც არ სჭირდება ასაფეთქებელი ნივთიერებების დარება. Global Mark-ი არნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლის გზით მარაგების გადასატანად, რაც მომავალში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ უკრაინის ძალების ცდიან ყირიმის სრულად გათავისუფლებას. ან თუ მათ დასჭირდებოდათ საბრძოლო მასალისა და სხვა რესურსების გადატანა ერთი სანაპირო ადგილიდან ან პორტიდან მეორეში, მინიმალური რისკით, რომ გზაში ისინი მოწინააღმდეგემ შეაჩეროს. ოპერაციული შესაძლებლობები უბრალოდ უსასრულოა. ხოლო მწარმოებელი ასევე აღნიშნავს, რომ Sea Trident-ის დრონები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთარი წყლების პატრულირებისთვის და მტრის დრონების შესაჩერებლადაც. მოკლედ, ეს მართლაც მრავალმხრივ დამატებაა უკრაინის დრონების არმიისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა დრონი, ის სრულყოფილი არ არის. მას აქვს თავისი შეზღუდვები, რომლებსაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები უნდა მოერგონ, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ იარაღის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოყენებას. მაგალითად, ეს ყველაზე სწრაფი დრონი არ არის. Magura V5-ის შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 42 კვანძამდე, რაც შეადგენს დაახლოებით 68 კმ/სთ-ში, ან 48 მილს/სთ-ში. და მოძრაობს საშუალოდ 22 კვანძის სიჩქარით, ანუ 41 კმ/სთ-ში, ან 25 მილი/სთ-ში. მაშინ როცა Sea Trident-ი მნიშვნელოვნად ნელა გადაადგილდება. ეს შეიძლება პოტენციურად გაზარდოს მისი გადაჭერის რისკი, თუ რუსეთი შეძლებს გაარკვიოს, როგორ აღმოაჩინოს იგი. თუმცა აშკარად შექმნილია მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით.
და ის ფაქტი, რომ ასე ნელა მოძრაობს, შეიძლება ნაკლებად სახიფათოდ წარმოაჩინოს რუსული დადარების ეკრანებზე. მაგალითად, ის შეიძლება უფრო დიდ თევს ან წყალში მცურავ ნარჩენს გავდეს, ვიდრე მოახლოებულ ასაფეთქებელ საფრთხეს. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ Sea-Trident-ს შეუძლია წყლის ზედაპირის ქვეშ მუშაობა, ის ძალიან ღრმად ვერ ჩავა. მისი მაქსიმალური 200 ფუტიანი ჩაძირვის სიღრმე მას შეუფერებელს ხდის ღრმა ზღვის ან ოკეანეში განხორციელებული დარტყმებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის ძირითადად გამოიყენება მეჩხერ წყლებში და სანაპირო ზოლებში. რაც შეეხება უკრაინას, ეს დიდად მნიშვნელობას არ წარმოადგენს. უკრაინის ძალებს არ ჭირდებათ ზედმეტად იდარდონ რუსული გემების ზღვაში შეტევაზე, რადგან მათი უმეტესობა დროს ატარებს მეჩხერ წყლებში მდებარე ნავმისადგომებსა და პორტებში, სწორედ იმ ადგილებში, რისთვისაც შეიქმნა Sea-Trident-ი. ეს რუსი მეთაურებისთვის ნამდვილ ჩიხში მოქცევის დილემას ქმნის. თუ ისინი გემებს პორტიდან ღია ზღვაში გაიყვანენ, ისინი ბევრად უფრო დაუცველები ხდებიან საჰაერო დრონებისა თუ რაკეტების დარტყმების მიმართ, რაც შეიძლება ჩაძიროს ისინი მანამდე, სანამ ბაზაზე დაბრუნებას მოასწრებენ. თუ კი ისინი გემებს პორტში დატოვებენ, მომოკვდინებელი Sea-Trident-ის დრონები მარტივად შეძლებენ მათ განადგურებას. გარდა ამისა, ეს ახალი მძიმე დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმებისთვისაც. მაგალითად, ყირიმის ხიდის საყრდენ ბოძებზე ან პორტებზე, სადაც ნავთობი და სხვა რესურსები იტვირთება რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე. საერთო ჯამში ეს უკრაინისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამატებაა. ეს ასევე დასტურია ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის გამჭრიახობისა, რომელიც განაგზობს გაძლიერებას და განვითარებას. მაშინ, როცა რუსეთი უამრავ პრობლემას ებრძვის, დაწყებული ჩავარდნილი ეკონომიკიდან, დამთავრებული გაჩერებული ფრონტის ხაზის ძალებითა და კატასტროფული დანაკარგებით, უკრაინა მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად აგზელებს თავის საქმეს, როგორც ფრონტზე, ისე მის მიღმა. მისი ჯარისკაცები და დრონების ოპერატორები აგზელებენ მტრისთვის დამანგრეველი დანაკარგების მიღებას, ხოლო თავდაცვის კონტრაქტორები განაგრძობენ ინოვაციების დანერგვას და წარმატებით მუშაობას. ისინი აწარმოებენ იარაღის, ტექნიკისა და უპილოტო სისტემების სულ უფრო ფართო სპექტრს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. უკრაინა კვლავაც სარგებლობს ნატოს მოკავშირეების გულუხვი მხარდაჭერით. ამ ვიდეოში შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ამის შესახებ, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ემზადება ალიანსი უკრაინისადმი თავისი ყველაზე დიდი ფინანსური ვალდებულებისთვის. სხვა შემთხვევაში ნახეთ ეს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ფიქრობდა რუსეთი, რომ უკრაინას ჭკუით აჯობა, მაგრამ საბოლოოდ სრულიად და სამარცხვინოდ შეცდა. კიდევ ერთხელ. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი მსგავსი კონტენტი.